ადამიანური სისულელის ძირითადი კანონები. ავტორი კარლო ჩიპოლა. ადამიანური სისულელის პირველი კანონი ერთმნიშვნელოვნად ამტკიცებს, რომ გარემოში რეალურად მყოფი სულელი ადამიანების რიცხვი ყოველთვის და აუცილებლად ყველა შეფასებაზე მეტია. თავიდან ეს განცხადება ტრივიალურად, ბუნდოვნად და საკმაოდ მიუღებლად ჟღერს. თუმცა უფრო გულმოდგინე დაკვირვება ადასტურებს, რომ ეს ჭეშმარიტებაა. რაოდენ ახლოსაც უნდა იყოს რეალობასთან უგუნური ადამიანების რაოდენობის ჩვენეული შეფასება, დროდადრო და ხელახლა ვაწყდებით ფაქტებს, როდესაც a. ადამიანები, რომლებიც თითქოს რაციონალურობითა და გონივრულობით გამოირჩეოდნენ, თურმე გამაოგნებელ სისულელეს ამჟღავნებენ. b. დღითიდღე უცვლელი ერთფეროვნებით ადამიანებს თავიანთ საქმიანობაში ავიწროვებენ სულელები, რომლებიც სრულიად შეუფერებელ ადგილებში და სრულიად წარმოუდგენელ დროს უეცრად და მოულოდნელად ჩნდებიან. ჩემი მტკიცე რწმენა, რომელიც წლების განმავლობაში ჩატარებულ დაკვირვებებსა და ექსპერიმენტებს ეყრდნობა, არის, რომ ადამიანები ერთნაირები არ არიან. ზოგი სულელია, ზოგი არა. და ეს განსხვავება ბუნების მიერ დგინდება და არა რაიმე კულტურული ძალისხმევით ან ფაქტორით. ადამიანი შეიძლება სულელი იყოს ისევე, როგორც შეიძლება, რომ წითური იყოს. ის სულელთა ჯგუფს განეკუთვნება ისევე, როგორც განეკუთვნება გარკვეული სისხლის ჯგუფს. ადამიანი სულელად იბადება საკუთარი ბედისწერით. მიუხედავად ამ ჩემი რწმენისა, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი სულელია და ეს თვისება გენეტიკურად აქვს მიღებული, რეაქციონერი არ ვარ და კლასის ან რასის ფარულ დისკრიმინაციას არ ვემხრობი. მტკიცედ მჯერა, რომ სისულელის თვისება ადამიანთა ყველა ჯგუფის უცილობელი პრივილეგიაა და ადამიანთა ყველა ჯგუფში ერთი და იგივე მუდმივი პროპორციით ნაწილდება. ეს ფაქტი მეცნიერულად არის წარმოდგენილი მეორე კანონში, რომლის თანახმად იმის ალბათობა, რომ ადამიანი შეიძლება სულელი იყოს, არ არის დამოკიდებული მის არცერთ სხვა მახასიათებელზე. ჯერ კიდევ გავრცელებული მოსაზრების გათვალისწინებით ვიფიქრე, რომ ასეთი შედეგი სეგრეგაციის, სიღარიბის, განათლების ნაკლებობის ბრალი იყო. მაგრამ სოციალურ კიბეზე უფრო მაღალი საფეხურების განხილვისას აღმოვაჩინე, რომ იგივე კოეფიციენტი მოსამსახურეებისა და სტუდენტების ჯგუფებზეც ვრცელდებოდა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო შედეგი პროფესორთა შორის. დიდი უნივერსიტეტის თუ პატარა კოლეჯის ცნობილი დაწესებულების თუ გაურკვეველი საზოგადოების ანალიზისას აღმოვაჩინე, რომ პროფესორთა შორის იგივე წილი იყო სულელი. ასეთმა შედეგებმა საგონებელში ჩამაგდო და გადავწყვიტე ჩემი კვლევა საგანგებოდ მიმემართა სპეციალურად შერჩეულ ჯგუფზე, ნამდვილ ელიტაზე, ნობელის პრემიის ლაურეატებზე. შედეგმა დაადასტურა ბუნების უზენაესი ძალა. ნობელის პრემიის ლაურეატებშიც დიდი ნაწილი სულელია. ამაზრის გაცნობიერება და მასთან შეგუება რთული იყო, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ექსპერიმენტის შედეგები იძლეოდა მისი ჭეშმარიტების უტყუარ საფუძველს. მეორე კანონი რკინის კანონია და იგი გამორიცხავს ყოველგვარ გამონაკლისს. მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არა ის, მისი დასკვნები ყველა შემთხვევაში შემაშფოთებელია. კანონი გულისხმობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს ელიტურ წრეში გადაინაცვლებ თუ პოლინეზიელ კაციჭამიებს შეაფარებთ თავს. მაინც მოგიწევთ საქმე იქონიოთ სულელი ადამიანების იმავე პროცენტულ რაოდენობასთან, რომელიც ყოველთვის გადააჭარბებს თქვენს მოლოდინს. მესამე ძირითადი კანონი, თუმცა კი გადაჭრით არ აცხადებს, მაგრამ გულისხმობს, რომ ადამიანები იყოფიან 4 ძირითად კატეგორიად: უსუსურები, ჭკვიანები, ბანდიტები და სულელები. თუ ტომი საკუთარი ქმედების შედეგად ზარალობს და დიკისთვის მოაქვს სარგებელი, ის უსუსურად მოიქცა. თუ ტომი საკუთარი ქმედებით თავის თავსაც და დიკსაც მოუტანს სარგებელს, ის ჭკვიანურად მოიქცა. თუ ტომის ქმედება მას სარგებელს მოუტანს, ხოლო დიკს დააზარალებს, ტომი ბანდიტივით მოიქცა. მესამე ძირითადი კანონი მკაფიოდ განმარტავს, რომ სულელი ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანებისთვის ან ადამიანების ჯგუფისთვის ზიანი მოაქვს, თავად კი ამის შედეგად არანაირ მოგებას არ იღებს და შესაძლოა თავადაც ზარალობს. როდესაც რაციონალური პიროვნება პირველად ეცნობა მესამე კანონს, ის ინსტინქტურად სკეპტიკურად და ეჭვით ეკიდება მას. საქმე ის არის, რომ გონიერ ადამიანებს უჭირთ უაზრო ქცევის გაგება. მაგრამ მოდით დავივიწყოთ მაღალი თეორია და პრაგმატულად შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას.
ყოველი ჩვენთაგანი შევძლებთ გავიხსენოთ შემთხვევა, როცა სხვა ადამიანის ქმედება ჩვენ გვაზარალებს და მისთვის სარგებელი მოაქვს. ესე იგი, საქმე ქონდა ბანდიტთან. ასევე გავიხსენებთ შემთხვევას, როცა ადამიანმა საკუთარი საქციელი ჩვენ მოგვიტანა სარგებელი, თვითონ კი იზარალა. აქ საქმე ქონდა უსუსურ ადამიანთან. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევა, როცა ადამიანის ქმედებამ ორივე მხარეს მოუტანა სარგებელი, ის იყო ჭკვიანი. ასეთ შემთხვევებს რა თქმა უნდა ვაწყდებით, თუმცა ღრმად თუ ჩაუფიქრდებით, იძულებული იქნებით აღიაროთ, რომ ეს შემთხვევები არც თუ ისე ხშირია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ყოველდღიურობაში უმეტესად ხდება, რომ ფულს, დროს, ენერგიას, მადას, ხალისსა და ჯანმრთელობას ვკარგავთ რომელიღაც უაზრო არსების მოულოდნელი ქმედების გამო, რომელიც თავადაც ვერავითარ სარგებელს ვერ იღებს იმით, რომ გვაზარალებს. სირთულეებს და უხერხულობას გვიქმნის, არავინ იცის, ვერავინ გაიგებს და ვერავინ ახსნის, თუ რატომ მოქმედებს ის უაზრო არსება ამგვარად. მართლაც ახსნა არ მოეძებნება, ან უკეთეს შემთხვევაში მოიძებნება მხოლოდ ერთი ახსნა. საქმე გვაქვს სულელ ადამიანთან. ადამიანთა უმეტესობა არა თანამიმდევრულია. გარკვეულ ვითარებაში მოცემული ადამიანი თუ ჭკვიანურად მოქმედებს, სხვა ვითარებაში იგივე ადამიანი შეიძლება უსუსურად მოიქცეს. ამ წესის ერთადერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისი არის სულელი ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ მტკიცე მიდრეკილებას და თანამიმდევრულობას ავლენს ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში. მაშასადამე სულელი ადამიანების გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა არსებითად და უდრეკად სულელი, ანუ ისინი ჯიუტად ცდილობენ სხვისთვის ზიანის ან დანაკარგის მიყენებას თავისთვის ყოველგვარი მოგების გარეშე, პოზიტიური იქნება ის თუ ნეგატიური. თუმცა არიან ადამიანები, ვინც თავიანთი არასწორი ქმედებით არა მხოლოდ სხვას აყენებენ ზიანს, არამედ საკუთარ თავსაც ვნებენ. ისინი გარკვეული სუპერსულელების სახეობას მიეკუთვნებიან. რთული მისახვედრი არ არის, თუ როგორ ზრდის სულელი ადამიანის საზიანო პოტენციალს სოციალური, პოლიტიკური და ინსტიტუციური ძალაუფლება. თუმცა მაინც აუცილებელია გავაანალიზოთ, თუ რა ხდის სულელ ადამიანს საზოგადოებისთვის საშიშს, ანუ რა წარმოადგენს სისულელის ძალას. სულელი ადამიანები საშიშნი და ზიანის მომტანი არიან იმიტომ, რომ გონიერ ადამიანებს უჭირთ წარმოიდგინონ და გაიგონ მათი ალოგიკური ქმედება. ჭკვიანი ადამიანისთვის გასაგებია მაგალითად ბანდიტის ლოგიკა. ბანდიტის ქმედებები რაციონალურია, თუნდაც უმსგავსო, მაგრამ მაინც რაციონალური. ბანდიტს რაღაცის მოპოვება სურს, იმის გამო, რომ ის საკმარისად ჭკვიანი არ არის საიმისოდ, რომ თავისი სასურველი საგნის მოპოვების გზები მოისაზროს, ამას ის თქვენს ხარჯზე გააკეთებს. ეს ყველაფერი ცუდია, მაგრამ მაინც რაციონალურია. და თუ თქვენს რაციონალურად აზროვნებთ, შეძლებთ განჭვრიტოთ ეს მოვლენები. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ გათვალოთ ბანდიტის ქმედებები, მისი უმსგავსო მანევრები და ბოროტის რახვები და ხშირად მოახერხოთ კიდეც თავის დაცვა. სულელი ადამიანის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი აბსოლუტურად შეუძლებელია. სულელი უმიზეზოდ სარგებლის მიუღებლად შეგავიწროვებთ ყველანაირი გეგმისა და სქემის გარეშე და ყველაზე შეუსაბამო დროსა და ადგილას. თქვენ არ გაგაჩნიათ რაციონალური საფუძველი იმისა, რომ განსაზღვროთ თავს დაგესხმით თუ არა სულელი ადამიანთანაც როდის, სად ან და რატომ. როდესაც სულელ ადამიანთან გაქვს საქმე, თქვენ მთლიანად მასზე ხართ დამოკიდებული, ვინაიდან სულელი ადამიანის ქმედებები რაციონალურ წესებს არ მისდევს. აქედან გამომდინარეობს, რომ თავდასხმა უმეტესად მოულოდნელ ხასიათს ატარებს. მაშინაც კი, როცა თავდასხმის შესახებ წინასწარაა ცნობილი, შეუძლებელია რაციონალური თავდაცვის ორგანიზება, იმიტომ რომ თვითონ თავდასხმას არ გააჩნია არანაირი რაციონალური სტრუქტურა. ის ფაქტი, რომ სულელი არსების ქმედება აბსოლუტურად ახირებული და არარაციონალურია, არა მხოლოდ თავდაცვას ხდის პრობლემურს, არამედ ასევე ართულებს კონტრშეტევის მოწყობას, მსგავსად მცდელობისა, ესროლო ობიექტს, რომელსაც სრულიად დაუჯერებელი და მოულოდნელი მოძრაობების გაკეთება შეუძლია. ზუსტად ამას გულისხმობდა შილერი, როდესაც წერდა, რომ სისულელის წინააღმდეგ თვით ღმერთის ბრძოლაც ამაოა. მეოთხე ძირითადი კანონი. არც ისე გასაკვირია, რომ უსუსურ ადამიანებს ჩვეულებრივ არ ძალუძს ამოიცნონ, თუ რაოდენ საშიშია სულელი ადამიანი. გასაოცარი კი ის არის, რომ ვერც ჭკვიანი ადამიანები ახერხებენ სისულელის დამაზიანებელი ძალის ამოცნობას. სულელ ადამიანთან შეხვედრისას ჭკვიანი ადამიანები შეცდომას უშვებენ
და ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფოდ შეიმუშაონ თავდაცვა, თვითკმაყოფილებასა და ამპარტავნებას ეძლევიან. შეიძლება იმედი გქონდეს, რომ სულელს ჭკუით მოვუგებთ და გარკვეულ მომენტამდე ამის მიღწევა მართლაც შეიძლება, მაგრამ სულელი ადამიანის არათანამიმდევრულობის გამო შეუძლებელია გამჭრიტოთ მისი ყველა ქმედება და რეაქცია. დიდი დრო არ დასჭირდება იმას, რომ სულელი პარტნიორის არაპროგნოზირებადი სვლების შედეგად თქვენც განადგურდეთ. მაშასე, გონიერი ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სულელთა ზიანის მომტან ძალას. კერძოდ კი, გონიერ ადამიანებს მუდმივად ავიწყდებათ, რომ ყოველთვის და ყველგან და ნებისმიერ ვითარებაში სულელ ადამიანებთან საქმის დაჭერა და ურთიერთობა შეცდომაა, რომელიც შეიძლება ძვირად დაუჯდეთ. საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში, როგორც საზოგადოებრივ, ისე პირად ცხოვრებაში, უამრავმა ადამიანმა ვერ გაითვალისწინა მეოთხე კანონი და ამ შეცდომამ კაცობრიობას ურიცხვი დანაკარგი მოუტანა. მეხუთე ძირითადი კანონი. როდესაც სულელი ადამიანები მოქმედებენ, სხვებისთვის ზარალი მოაქვთ ისე, რომ თავად მოგებას ვერ ნახულობენ, ამიტომ საზოგადოება მთლიანობაში ღარიბდება. მოდით, თვალი გადავავლოთ საზოგადოებებში არსებულ მდგომარეობას. მეორე ძირითადი კანონის მიხედვით, სულელი ადამიანების წილი არის მუდმივი, რომელზეც არ მოქმედებს დრო, სივრცე, რასა, კლასი ან ნებისმიერი სხვა სოციალურ, კულტურული ან ისტორიული მაჩვენებელი. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ სულელი ადამიანების რიცხვი უარესობისაკენ მიმავალ საზოგადოებაში უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებად საზოგადოებაში. ორივე ტიპის საზოგადოებას სენივით აქვს შეყრილი ერთი და იგივე სულელი ადამიანების წილი. ამ ორ საზოგადოებას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებაში, რომელიც ცუდად ვითარდება, საზოგადოების სულელი წევრების აქტიურობა და მოქმედება უფრო მეტად არის დაშვებული სხვა წევრების მიერ. გონიერი ნაწილის შემადგენლობაში ვხვდებით ცვლილებას. განვიხილავთ რა კლასიკურ შუა საუკუნეების მოდერნისტულ თუ თანამედროვე ეპოქებს გაოგნებული რჩებით იმ ფაქტით, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აღმავლობის გზას ადგას, სულელი ადამიანების გარდაუვალი წილი ახასიათებს. თუმცა, ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს, ასევე ხასიათდება უშუალოდ იმ გონიერი ადამიანების მაღალი პროცენტულობით, რომლებიც ახერხებენ გაემიჯნონ უმრავლეს წილს და ამავდროულად საკმარისი სარგებელი მოიპოვონ საკუთარი თავისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის, რათა პროგრესი უცილობელი და მტკიცე იყოს. ქვეყანაში, რომელიც გაუარესებისკენ მიდის, სულელი ადამიანების წილი ასევე უმრავლეს უტოლდება. თუმცა მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში შეინიშნება, რომ ძალაუფლების მქონე პირების რიგს ემატება შემაშფოთებელი რაოდენობა ბანდიტებისა, რომლებიც სისულელისკენ არიან მიდრეკილნი. ხოლო ძალაუფლების არ მქონე მოსახლეობაში უსუსურ პირთა ამგვარივე შემაშფოთებელი ზრდა შეინიშნება. ასეთი ცვლილება გონიერ მოსახლეობაში აუცილებლად გააძლიერებს სულელთა წილის დამანგრეველ ძალას. დაღმასვლა გარდაუვალი ხდება და ქვეყანა იღუპება. კარლო ჩიპოლა, ბერკლის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, გარდაიცვალა 2000 წელს.